მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის შემდეგ მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლის საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტიც გახდა. უკვე რამდენიმე საათია ფოთის სპორტის შეფერხებით მუშაობს. კომპიუტერული სისტემა მთლიანად გათიშულია. გადაზიდვების და ტვირთბრუნვის შეფერხების თავიდან ასაცილებლად საზღვაო ნავსადგურში საგანგებო ზომებია მიღებული. ფოთის სპორტის მფლობელ დანიურ მაერსკი ჯგუფზე მომხდარი ჰაკერული თავდასხმის გამო მსგავსი სურათია იმ ქვეყნებშიც, სადაც მაერსკი კომპანიებს ფლობს. შეტევა მოხდა პეტიას სახელით ცნობილი ვირუსით, რომელიც კომპიუტერზე წვდომის აღდგენის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვს. რატიხვისტანი ემზადება პირდაპირი ჩართისთვის. ახალი კომპიუტერული ვირუსი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. კიბერთავდასხმამ უკვე არაერთი ქვეყნის სამთავრობო უწყებები და უმსხვილესი ორგანიზაციები დააზარალა. რამდენიმე წუთში ქეთი თუთბერიძე შემოგვიერთდება. მანამდე კი რატიხვისტანი, რატი პირველ რიგში როგორია ბოლო ინფორმაცია ფოთის სპორტიდან. Თამთა ჩვენი ინფორმაციით, ფოთის სპორტის კომპიუტერული სისტემა ამ დრომდე გათიშულია. ფორტის მფლობელი კომპანიის მაერსკის სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ ჰაკერული თავდასხმის აღმოფხვრას. თუმცა შესაძლოა ეს არ იყოს ერთადერთი სტრატეგიული თუ სხვა ობიექტი, რომელზეც ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რადგან ვირუს პეტიას გავრცელება მთელ მსოფლიოში ამ დრომდე გრძელდება. ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კიბერთავდასხმამ საქართველოს დააზარალა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტის კომპიუტერული სისტემა მთლიანად გათიშულია. ფოთის სპორტის ადმინისტრაციამ საგანგებო სიტუაციის გეგმა უკვე აამოქმედა. ტვირთბრუნვა ახლა ისევე როგორც 10 წლეულების წინ ხელით აღრიცხვიანობის მეთოდით ხორციელდება. მაერსკის IT სისტემებზე კიბერთავდასხმის გამო ფოთის საზღვაო ნავსადგურში ამოქმედა ბიზნესის უწყვეტობის გეგმამ, რის შედეგადაც კომპიუტერიზებული სისტემების გამოყენების ნაცვლად ოპერირება ხორციელდება ხელით აღრიცხვიანობის მეთოდით. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს მიიღოს ტვირთი შეფერხების გარეშე და კიბერთავდასხმა მინიმალური გავლენა იქონიოს კომპანიის მომხმარებელზე. ფოთის სპორტში ტვირთბრუნვას დანიური კომპანია მაერსკი ახორციელებს. საკონტეინერო გადაზიდვების სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიის თბილისის ოფისში კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიის IT სისტემა ვირუს პეტიას გამო პარალიზებული კომპანია ოფიციალური საიტის სათაო გვერდზე ადასტურებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის სპეციალისტები ვირუსული თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას ამ დრომდე ცდილობენ. მანამდე კი მაერსკის პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო გეგმის მიხედვით მუშაობენ. მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფა პეტია, რომელმაც ევროპის უმსხვილესი კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების კომპიუტერული სისტემების პარალიზება მოახდინა, ეგრეთ წოდებული გამომძალველი ვირუსია. Windows-ის სისტემის დამზიანებელი პროგრამა კომპიუტერებზე არსებულ მონაცემებს მიუწვდომელს ხდის და ბლოკირების მოსახდელად $300 ექვივალენტ ბიტკოინს ითხოვს. Microsoft-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვირუსს ამჟამად ერთ-ერთი უმაღლესი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული. იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინფორმაციული უსაფრთხოების ამაღლებას ყოველდღიურად ცდილობს. განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანილი 40-მდე სტრატეგიული ობიექტი. გვაქვს 39 კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, მათთვის სპეციალურად არის განსაზღვრული სტრატეგია, ანუ 4 წელზეა განსაზღვრული სტრატეგია, თუ რომელ წელს მინიმალური სტანდარტები უნდა შეასრულონ, ასე რომ ვთქვათ, ასევე გვაქვს მაგათთვის სპეციალური ინციდენტების მენეჯმენტის სისტემა, რომელთაც შეუძლიათ 24/7 საათის განმავლობაში დაგვირეპორტონ ჩვენ ინციდენტი. ყველაფერი ცუდს რატო ქვია რუსული დასახელება და რატომ ქვია პეტია ამ ვირუსს, ეს არის ჩემთვის საინტერესო, თორე გამოცანა ნამდვილად არ არის. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოსთვის ყველაზე რეალური რუსეთიდან მომდინარე ჰაკერული თავდასხმის საფრთხეა. კრემლმა საკუთარი კიბერშესაძლებლობები ჯერ 2008 წელს საქართველოზე, შემდეგ კი უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის დროს გამოავლინა. განსაკუთრებით პრობლემურ ობიექტებს მიეკუთვნება მაგალითად რკინიგზა, ელექტროსისტემა, ავიაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები. იყო პრეცედენტი მაგალითად რუსეთ-უკრაინის კრიზისისას, როდესაც დასავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ეს ყველაფერი მოხდა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული ჰაკერული დაჯგუფებების შეტევის შედეგად და ფაქტიურად რამდენიმე თვეც კი დაჭირდა აღდგენას და ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. მაშინ ამისგან დაზღვეული არც ჩვენი სახელმწიფო არ არის და ამიტომ დიდი ყურადღება მუდმივად უნდა მიექცეს კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის შესწავლას. ექსპერტები კიბერუსაფრთხოების საკითხებში აცხადებენ, რომ ვირუსული საფრთხეებისგან მთლიანად თავის დაცვა შეუძლებელია. თუმცა მომხმარებლებს რამდენიმე რჩევას აძლევენ, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში კომპიუტერული სისტემის უსაფრთხოების ამაღლებაა შესაძლებელი.
ერიდონ თქვათ იგივე ბმულები გახსნან იმეილებიდან, იგივე პაროლი არ გამოიყვენონ Facebook-ში და სამსახურში და ასე შემდეგ, ეს ჩამონათვალი ძალიან მარტივია, უბრალოდ სამწუხაროდ საქართველოში ელემენტარულ, ასე თქვათ, კიბერუსაფრთხოების ჰიგიენას ბევრი არ იცავს. ვირუსი პეტია ელექტრონული პოსტით გავრცელდა, თუ მომხმარებელი გახსნიდა მეილს, მასში მოთავსებული ვირუსული პროგრამით იბლოკებოდა მყარ დისკზე არსებული მონაცემები. ამიტომ ექსპერტები მოუწოდებენ მომხმარებლებს არ გახსნან ის მეილები, რომლებსაც არ ელოდებიან. მასშტაბური კიბერთავდასხმის შესახებ რატი ხვისტანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.